მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და ამერიკულ დელეგაციას შორის. ამერიკული დელეგაციის მონაწილეები იყვნენ დონალდ ტრამპის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. ამ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია, ისინი აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეო კადრებს შეხვედრის, რომელიც კრემლში გაიმართა. არსებული ინფორმაციით შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 5 საათს და რუსული მედიის ცნობით ამ შეხვედრას რუსული მხარიდან ასევე ესწრებოდნენ ვლადიმერ პუტინის მრჩეველები კირილ დიმიტრიევი და იური უშაკოვი. კირილ დიმიტრიევი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა და პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა სიტყვა პროდუქტიული შეხვედრის დასრულების შემდგომ, ხოლო იური უშაკოვმა დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ისაუბრა ჟურნალისტებთან. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მისი კომენტარი. Мы не обсуждали конкретные. Ჩვენ არ გვისაუბრია კონკრეტულ ფორმულირებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულ წინადადებებზე, მაგრამ განვიხილეთ ამ დოკუმენტების არსი. ზოგიერთ საკითხზე შევთანხმდით. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს თავის თანამოსაუბრეებს დაუდასტურა. სხვა საკითხებმა κρიტიკა გამოიწვია. პრეზიდენტს არ დაუმალავს ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად განხილული იყო ტერიტორიული საკითხები, რომელთა გარეშეც კრიზისის მოგვარების გზას ვერ ვხედავთ. ასევე მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ჯერჯერობით კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული. ამერიკული წინადადებებიდან ზოგიერთი მეტნაკლებად მისაღები ჩანს, მაგრამ მათ განხილვა სჭირდება. არსებობს საკითხებიც, რომელთა ფორმულირებაც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ მუშაობა გაგრძელდება. უიტკოფი მოსკოვში წელს უკვე მე-6-ად ჩაფრინდა. CNN-ის ცნობით პირველად ახდა მასთან ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. მე შეგახსენებთ, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მათ შეხვედრა გამართეს ფლორიდას შტატში, მანამდე უკრაინულ დელეგაციასთან და შემდგომ გაემგზავრნენ ისინი მოსკოვში. გამოცემა Axios-ის წყაროს ცნობით მოსკოვიდან კუშნერი და უიტკოფი გაემგზავრებიან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც უნდა შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. გამოცემა Axios-ი ავრცელებს წყაროზე დაყრდნობით, როგორც NBC News-ი, ასევე რუსულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. არსებობს 3 საკითხი, რაზეც რუსეთი კომპრომისზე არ მიდის. Axios-ის ცნობით საქმე შეეხება მოსკოვის მოთხოვნას გადაეცეს მას მთლიანი დონბასი, შემცირდეს უკრაინის შერეღებული ძალების რაოდენობა და ანექსირებული ტერიტორიების ლეგიტიმურად აღიარება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან. ეს არის 3 საკითხი, რაზეც არაპირებს, რომ კომპრომისზე წავიდეს რუსეთი. გამოცემა NBC News-ის და Axios-ის წყაროს ცნობით. მცირე კომენტარი ასევე გააკეთა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, იგეგმება თუ არა საახალწლო ზავი, რაზეც დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს. ამჟამად, რაც შეეხება უკრაინას, ვოლოდიმერ ზელენსკიმ სანამ გაიმართებოდა მოლაპარაკებები კრემლში, გააკეთა კომენტარი, რომ ამ შეხვედრის შემდგომ ელოდება სიგნალებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან და მხოლოდ ამაზე იქნება დამოკიდებული სამომავლო ნაბიჯები. მზად ვარ ყველანაირი სიგნალების მისაღებად და მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის. ყველაფერი დღევანდელ საუბარზე არის დამოკიდებული, დაწერა ტელეგრამ არხზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.